გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელისუფლებას შეხვდნენ. გორის მაჟორიტარ დეპუტატს და მუნიციპალიტეტის გამგებელს მათ იმ აქტუალური საკითხების შესახებ უამბეს, რასაც ისინი ქალებთან მიმართებაში მუშაობის პროცესში ხვდებიან. ძირითადად კი ონკოლოგიური დაავადებების თემატიკა და საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლების ყოფითი პრობლემები გამოიკვეთა. შეხვედრა ორგანიზაციის ქალი და განვითარება ინიციატივით მოეწყო. განსაკუთრებით გამოიკვეთა პრობლემების სოციალური ფონის გაუმჯობესება, მიკროსაწარმოების შექმნაში ქალების როლის გაძლიერება და ქალების ჩართვა, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, გამოიკვეთა ამავე დროს უფრო მეტი აქტიურობა ჯანდაცვის მიმართულებით, უფრო მეტი ყურადღება კომუნიკაციის მიმართულებით. ეს იყო ძირითადი პრობლემები, რომლებიც ჯგუფებისგან იყო წარმოდგენილი. ქალთა საჭიროებებთან ერთად შეხვედრაზე რეგიონისთვის დამახასიათებელმა სხვა პრობლემურმა საკითხებმაც გაიჟღერა. მათ შორის იყო იდეა ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის აუცილებლობის შესახებ, რომლის ლობირებასაც ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ერთი ნაწილი შეუდგება. გასაგებია, რომ დღევანდელი შეხვედრა ეთმობოდა ქალთა საკითხების განხილვას, მაგრამ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თემაც აგრეთვე ეხება როგორც ქალებს, ასევე კაცებს თანაბრად. ჩვენ დავაყენეთ განცდის საზოგადოების წინაშე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს ლობირების თემა. დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხრიდან და იყო კითხვები, ჩართულობა, გამოთქვეს სურვილობ გაკეთებულიყო ფართო მასშტაბიანი პრეზენტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ვაპირებთ კიდევაც მოსამართლებლად. ძალიან საინტერესო პროექტი არის. ჩვენ შეგვიძლია არამხოლოდ რაიონის, არამედ მთლიანი შიდა ქართლის მოსახლეობის მოუწოდებს ფარგლებში სოლიდურობას და მასშტაბურობას შეძენს და მიმაჩნია ისიც, რომ ძალიან კარგი იქნება თუ თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების გათვალისწინებით იქნება გახორციელებული ეს პროექტები და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებულად შეიძლება გორის რაიონში განხორციელდეს. ხარს დაუჭერთ ყველა ინოვაციას, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნება. ხელისუფლებამ შეხვედრაზე გამოთქმულ იდეებთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოთქვა. მათი აზრით, მსგავსი სახის შეხვედრების მოწყობა ხელს შეუწყობს პრობლემური საკითხების დროულად გადაჭრას. სამწუხაროდ ონკოლოგიურმა დაავადებებმა ძალიან იმატა. ამის მე მინდა ყველა დავარწმუნო ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან. ყველანაირი ხელშეწყობა იქნება, აგერ ძალიან საუბრობდით, რომ არის რაღაც პროექტი, რომელსაც უნდათ მიწის გამოყოფა. ჩვენ ახლა გავუვით აი ამ თემას და ალბათ გამოვყოთ მიწას უაშენდეს რაღაცა ესეთი სტანდარტებით, ესეთი კლინიკა იქნება თუ რაღაცა, რომელიც აი ამის პრევენციას ისკინო პრევენცია ამ დაავადების თავიდან ესაცილება. რაც შეეხება რა ვიცი გენერალურ თანასწორობას, მე მგონი ვიცავთ ყველანაირად. ქალთა პრობლემატიკის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი. მე მოვახსენებთ, რომ თუნდაც ის საკითხი, რომ მშობიარობა გახდა უფასო და ქალების ღირსების შემოხელი ფაქტები აღარ ფიქსირდება, მათ შორის მაგალითად ფიქსირდებოდა ესეთი ფაქტები, როდესაც იფარებოდნენ მშობიარე ქალები ამ მშობიარობის შემდეგ ფულის გონებობის გამო. ასეთი ფაქტები აღარ არის, ვინაიდან სახელმწიფო მიზრუნ ამაზე და მშობიარობა გახდა უფასო, რაც საკმაოდ დიდი მიღწევა არის ჩვენ დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაშიც და ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი უმიზიება ქალთა პრობლემატიკის დასასრულს შეხვედრის ორგანიზატორებმა და დამსწრე საზოგადოების წევრებმა აღნიშნეს, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრებს პერმანენტულ ხასიათს მისცემენ და პარალელურად მათ მიერ განხორციელებული საქმეების მონიტორინგსაც უზრუნველყოფენ.